ჩაკვეტაძე. ტრავმა ყველაფერს აფუჭებს. გიორგი ჩაკვეტაძის რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან გაიწელა და თან ძალიან ცუდ დროს. უოტფორდის ქართველი ნახევარმცველის შეძენაზე ფიქრობდნენ ვალენსია და პლუს პრემიერ-ლიგის ორი გუნდი. ვალენსიელთა მწვრთნელი კარლოს კორბერანი რომ პირადად იყო ამ საქმეში ჩართული, ეს 100%-ით ვიცით. ის შარშან ვესტ ბრომიჩის მწვრთნელობის პერიოდიდან იცნობდა ჩაკვეს. ყველაფერს აფუჭებს ტრავმა. გიორგიმ ვერა და ვერ მოირჩინა. ფეხის ტრავმა გაუმიზესდა. ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში წესით მწყობრში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. დღეს ინგლისის ჩემპიონშიპი იწყება. 9 აგვისტოს უოტფორდი ჩარლტონს ხვდება და რა თქმა უნდა, გიორგი ვერ ითამაშებს. ვერც ერთი კვირის მერე იქნება. შესაძლოა აგვისტოს ბოლო დღეებში ვარჯიში დაიწყოს. ისიც შესაძლოა. სექტემბრის დასაწყისში კი საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი ციკლის 2 მატჩი აქვს. ნახოთ. ასე რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ისაა, რომ ტრავმა გაუმიზესდა და სხვა არაფერი. ისე გიორგი ჯანმრთელად იყოს, მალე დაიწყოს ვარჯიში და თამაში, ტრანსფერს ვინ ჩივის.